ფორმით რა მნიშვნელობა აქვს მართლა მიგედა ეს ხალხი და ხმასაზრდა კი გავადანები ანუ იქ იყო რაიმე გარდაბალი მე ახალგაზრდა ერთ-ერთ მინდროს ვერ გავასაჩივი მიუხედავად იმისა რომ დარწმუნებული ვიყავი რომ ყველა უფლება დაიღო იქ ამორჩეული აპიოსად ის ხალხი თუ პატიოსნად მოვიდა და მის არ ბუნისი რა თქმა უნდა გავასაჩევთ იმიტომ რომ ის სხვა კომპონენტი იყო ძლიერი რამაც ყველა მკითხებულება შექმნა ამ გაყალბებით ხო პირველი იყო ეს აღორძინების ფაქტორი რომელიც გამოც შევარდნაძე წავიდა იმ მოძრაობის წავიდა და მეორე და მე გეთახებით ჩემი პირველი პროტესტი ამ ხელისუფლების წინააღმდეგ რომელიც მაშინ ჯერ ფორმალურად ხელისუფლებას არ იყო სწორედ იმ დღეს დღესაც მე თქვენ თქვი ტელევიზორში უყურებ როცა მე გაგიკვირდებოდ 22-23 ნოემბერს უყურე ტელევიზორში არა იმიტომ რომ ქუჩაში ყოფნა არ მინდოდა იმიტომ რომ მე წერდი იმ დღეს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის არჩევს 24 და 23-ში დავასრულე მაჟორიტარების ანუ მეორე ნაწილის არჩევნების გადაკარგულად როგორც არის გამოცხადების შესახებ ანუ გაუქმების შედეგების გაუქმების შესახებ რომელიც უფლებამოსილება ჰქონდა მხოლოდ ან მოქმედ პრეზიდენტს ну ჯერ შევარდნაძეს 22-ში და შემდეგ 23-ის შემდეგ ვინც იყო ხალხო ბურჯანაძე ამ პარლამენტის წევრთა გარკვეულ რაოდენობას და იმ მე მქონდა სრული პირველ რიგში იმედი და შემდეგ უკვე საუბრები მქონდა ხალხთან და ვიცოდი და მათგან თანხმობა რომ ისინი ხელს მოაწოდნენ ამ საჩივარს და ეს საჩივარი შევიდოდა და ის კითხვა რომელიც თქვენ გასწვით სრულიად ლეგიტიმური კითხვა აღარ დარჩებოდა და ყველასთვის საქართველოში გასაგები იქნებოდა რომ თვალშენებს გაყავდა რა თქმა უნდა იმ კონვერტში ის ხალხები რომელიც ვარდებოდა თანაბრად გაყავდა ხო შეუძლებელი იყო რომ ბოლნისში ან მარნეულში გაყალბებულიყო პროპორციული და არ გაყალბებულიყო მაჟორიტარული არჩევნების შედეგები ჩვენ მივიღეთ საკმარისი ხელმოწერები მე პირადად შევიდანე საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი ამ სარჩელს ხელს აწერდნენ მაშინდელი ნაციონალური მოძრაობის და დემოკრატების ანუ ზურაბ-ჯვანიას ხარდაჭერი ფრაქციები პარლამენტში და შემდეგ ბატონი მიხეილ მაჭავარიანი და ვასილ მაღლაფერიძე იყვნენ პირველები რომლებმაც გაიტანეს ხელმოწერები და დაიწყო ეს პროცესი და ბოლოს 18 დეპუტატზე თუ აღარ მახსოვს ახლა დავედით და აი იქ გამთავრდა თუკი რამე ილუზია არსებობდა რა თქმა უნდა იმიტომ რომ რა მოხდა ხო ეს ხო არ იყო უბრალოდ არჩევნების შედეგი იქნებოდა ცნობილი თუ არა თავად ის იყო რატომ მოხდა ეს იმიტომ რომ იყო სრულიად ბინძური გარიგება ამ ადამიანებთან რომელსაც საკმაო ნაწილი შემდეგ პარლამენტში არჩეული იყო უკვე ახალი წესი ანუ წინა პარლამენტის წევრი იყო და შემდეგ პარლამენტში თუმცა საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებაში რომელიც სააკაშვილის პირველი ესეთი ახირებული იდეა გახდა როგორ თეორიის მაქვს ხო შეაფასოთ 23 ნოემბერს რაც მოხდა ეს ჯორჯონო შეფასებული და აგერ გელომაც გაიხსნა მე სწორედ უარი მიყია მე ვიყავი იმ ადამიანებს შორის რომლებმაც დიახ კონსტიტუციაზე გავაბიჭოთ ფეხი რა თქმა უნდა მე პირველი დღიდან ამას ვამბობ და ახლა რომ გითხრათ რომ ყველაფერი თუმცა როგორც იურისტი მე რომ ამ სასამართლო პროცესზე ოდესმე გამოვიდე დაცვის მხარეს არ უნდათ რომ მოვიგებ იმ სასამართლო პროცესს იმიტომ რომ ეს არ არის იურიდიული ეს არ არის კი ეს იყო წმინდა პოლიტიკური საკითხი შეიძლება არა როდესაც შენ ახდენ რევოლუციას როდესაც ხალხის ნებას უმაღლესი ხელისუფალი არაფრად მიიჩნევს და თავის ძალაუფლებას, მყისიერ ძალაუფლებას ახორციელებს, ხალხს არ იძლევა აჯანყდეს. გარეთ გასვლას. აქ არ არის იურიდიული მაქვს რა. ეს არის იურიდიული საკითხი. 2 ნოემბრის არჩევნები რა თქმა უნდა გაყალბდა, მაგრამ 95 წლის შემდეგ საქართველოში 7-8 საპარლამენტო თუ ადგილობრივი არჩევნები, 10-მდე არჩევნები ჩატარდა, მე მგონია, დღესაც ასე ვთვლი, რომ ყველაზე ნაკლებად მათ შორის პროცენტულად იყო გაყალბებული 2 ნოემბრის არჩევნები. საფუძვლით მგონია საფუძვლით მე ვიყავი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი 95 წლის ჩათვლით. ყველა საარჩევნო მაშინ კონკრეტულად ვეთქვით. აი ახლა დოკუმენტალურად ლევანდელი საპარლამენტო არჩევნები უფრო გაყალბდა და საპრეზიდენტო თუ მაშინ რატო არ შევარდით მაშინ პარლამენტში რატო არ შეიჭერით წელი? იმიტომ რომ ჩვენ ბევრი სხვა ადამიანთან განსხვავებით საკუთარ შეცდომებზე არა რატი ამაღლობთ პარლამენტში არც მაშინ და არც ეხლა არ ვამბობ იმას რომ როდესაც ხელისუფალი შენ უფლებებს არ ღვევს შენ არ აქვს უფლება აჯანყების ხალხს ყოველთვის აქვს უფლება აჯანყების რომ იმ კონკრეტულ კონტექსტში ბატონ სააკაშვილთან ერთად არ მინდოდა იქ შესვლა მე ვისთანაც ერთად ვიდექი ისინი
ხელისუფლებას იღებს ბატონი სააკაშვილი და არა ჯვანიაზე ბურჯაანი. ამერმანებზე გამიზრდა მე დანარჩენ ნაწილს დამინდოდა და თუ მე საშუალება მექნება გავაკეთებ კომენტარს გიორგიასაც საუბრობდა მეორე ნაწილში გასწორებიდან არ ვეთანხმები ყველაფერში მაგრამ პრობლემა დაიწყო 4 იანვარს რეალურად პრობლემა საქართველოს დაუდგა 4 იანვარს თავარი რამაც გარყვნა სააკაშვილის ხელისუფლება იყო 96%. ეს იყო თავარი რამაც დაღუპა ის პირადად რაც გახდა მისი პიროვნული ქვეყანას რომ ერთი წუთის თავი გავანებოთ მისი პიროვნული ტრაგედიის მიზეზი სააკაშვილმა დაიჯერა არა როგორც პოლიტიკოს არამედ როგორც იურისტ არ როგორც პოლიტიკოს იყო ერთი შანსი მაინც რომ აი იმ რევოლუციის შემდეგ ეს პროცენტი არ ყოფილიყო ესეთი მაღალი ხო აღარ იყო ამის შანსი არა ისეთ როგორ ვაიგეთ და როგორ მოხდა არა უბრალოდ ვამბობ ის რამ გარყვნა ჩვენ დავკარგეთ 6 სუბიექტიანი პარლამენტი რომელშიც 26% ქონდა სახელმწიფო პარტიას დავკარგეთ ეს პარლამენტი და მივიღეთ ტოტალიტარული ერთპარტიული 96%-იანი პარლამენტი მარტო ეს იყო თავარი შედეგი რევოლუციის სხვანაირად არ შეიძლებოდა რატი ამაღლობელი თუ ნანოს უკაცრავ ქალბატონობა რატი ამაღლობელი აზრი მაინტერესებს ნანოს თუ არა მაშინ ჩვენ ჩავდიოდით წერლები მაშინ საკმაოდ ახალგაზრდები დავდიოდით სოფელ ძველ საქართველოში ვარიგებდით სხვადასხვა წიგნებს ყველაზე აქტუალურ მაშინდელ წიგნებს ლიტერატურას და ხვდებოდით ადამიანებს და ყველანაირი პოლიტიკური ახლა სიმპათიების მიღმა თხოვდით ადამიანებს დასრულებდნენ არჩევნებს. ჩვენ ვგვიდით რომ ეს იყო მნიშვნელოვანი სამოქალაქო ოპოზიცია, სამოქალაქო აქტივობა და ყველანაირი ასე ვთქვათ პოლიტიკური ასე სიმპათიების გამოკვეთის მიღმა მიმართავდით მოსახლეობას რომ დასრულებდნენ და თავისი არჩევანი გაეკეთებინათ. მე მახსოვს ის განწყობა რაც მაშინ ჰქონდა საზოგადოებას ქალაქსა თუ სოფელში მახსოვს უნივერსიტეტში სტუდენტებთან ურთიერთობითაც რა განწყობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს განწყობა რომ შევარდნაძის პოლიტიკური ძალით ბიოგრაფიით ისტორიით აურით ენერგიით დაღლილი ქართველი ხალხი ითხოვდა ცვლილებას მე მახსოვს ეს პულსი არ ვიცი შეიძლება შემოქმედი ადამიანები ამას განსაკუთრებულ ამ ირაციონალურ იმპულსს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ვიდრე სამართლებრივ ჩარჩოებს მაგრამ მე აი ამას ზურგის წვინით გრძნობდი ქართველი ხალხის აი ამ და ვერანაირ ასე ვთქვათ პოლიტიკურ სიმპათიას რომ აქ ჟვანია უნდა იყოს ან სააკაშვილი ან რევოლუცია მოხდა ეს არის რეალობა მე არ ვამბობ საკუთარ თავს ვამართლებ წარსულში არც ვამწყვნებ რევოლუცია მოხდა დაღლილი ქართველი ხალხის მიერ, რომელიც აკრიტიკებდა იმ ძალაუფლებას, რომელიც გრძელდებოდა 30 წლის მანძილზე საქართველოში. აქაც არის ნიუანსი. რევოლუცია მოხდა და ყველა ადამიანი იქ მდგომი, რომელიც იქ იდგა ამბობდა, ჩვენ აღარ გვინდა ეს, ჩვენ გვინდა ცვლილებები და აქ არ იყო ხალხო ნამდვილად არც მიტინგზე და არც ტელევიზორს უყურებდა და გულშემატკივრობდა ამ ამბავს. არ იყო საკითხი ასე რომ სააკაშვილი უნდა გახდეს პრეზიდენტი ის საკანცელარიაში მე შეიჭრეს გახდეს ისე და ასე შემდეგ მოკლედ ეს ხდებოდა კულისებში მე ვლაპარაკობ საზოგადოების განწყობა ჩვენ თუ იმ მუხზე ვლაპარაკობთ და იმ უფლებაზე ვლაპარაკობთ აჯანყების უფლებაზე ეს ქართულ ხალხს ჰქონდა და მე შორს ვარ იმ აზრისგან ეს არის დადგმული ეს არის იმის ფონდების მიერ განხორციელებული და ასე შემდეგ ეს გამოხატა ქართულმა ხალხმა ეს როგორი შედეგი მივიღეთ კი ბატონო დაფინანსება ამ ყველაფერზე ხო არსებობდა მოდი თქვა რა დაფინანსება არსებობდა აი ამ მოგზაურობებზე სადაც ამის არ მიმიღია ხალხი მაგრამ შენი ჯიბითაც არ გასულ ხალხო ვის პროცესს ალენჯიხიდან ხალხი თავის წარმოდიოდა იმ ავტობუსში ბენზინს ახსოვდა ვიღაც ხალხო ესე არ იყო თქვენი თულით არ ყიდულობდით იმ დილებს მე და დაუშვილი სოფელსო ჩვენი ინიციატივით წავსულა 10ჯერ და 20ჯერ თასანაურის სოფლებში და ხევის სოფლებში და განსაკუთრებით ასეთ ინიციატივებზე არანაირი ინტერესა მინიმალური ალბათ არა არსებობდა მე მახსოვს მაშინ მეუღლე იყო ფეხმძიმეც და მე მახსოვს მაშინდელი სხვათა შორის მაშინდელი სკეპტიკური საზოგადოების ესეც საინტერესოა მე ასე საზოგადოების განწყობებს ვიხსენებ ამ შემთხვევაში მაშინდელი საზოგადოების განწყობა რომელიც იყო
ვთქვათ, მოტივირებული, რაღაცა მინიმალური, ასე ვთქვათ, შემოსავალი ქონდა, რაღაც სამსახურში მუშაობდა. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც დღეს სააკაშვილის ხელისუფლებაში მძაფრად არიან წარმოჩენილნი. ეს ის ადამიანები არიან, რომელსაც დღეს სააკაშვილი ეყრდნობა სხვათა შორის, მნიშვნელოვნად. ამ ადამიანების აბსოლუტური სკეპსისი იმ მოვლენების მიმართ, იმ საზოგადოების მუხტის მიმართ